დავიწყოთ? გახიმებული ვიღაცა და. გამარჯობა. აი, მესამე კადრს უკან რო არასოდეს არავინ არ ყავს და ეხლა ვიღაც დგას უკვე ხელს გვიშლის. წელიწად ნახევარია ვაკეთებთ და პირველად ყავს ოპერატორი იქით. და ხო და რაღაცა უცნაური განცდა, მაგრამ ვიღაცა თუ შეგვეშალა ან კამერა გაითიშა, გვეტყვის რომ გაჩერდითო. წინაზე მოგვივიდა, მეულუდმელაძე ჩავწერეთ და ჩვენ ლაპარაკობთ ვიწერთ, თქონია რომ კარგად არის ყველაფერი, მივედი გათიშული იყო კამერები და ნუ რას ვსად ხდება. სად ვართ? თვები გაისწორე შენ. სად ვართ მიშო? ბოლნისში ვარ, ჩემო ბატონო, სულხან საბაურბელიანის სახელობის ბოლნისის თეატრში. სახალხო თეატრში და ვართ არაჩვეულებრივ ადამიანთან სტუმრად. რომელთაც ძალიან დიდი ხანია გვინდოდა შეხვედრა და როგორც იქნა გამოვიდა და დიდი მადლობა ამისთვის. მუსიკოსი ლაშანოზაძე, ამ არაჩვეულებრივი თეატრის მთავარი რეჟისორი. ძალიან მიყვარს თქვენი სიმღერები. შენობით ფორმაზე გადავიდეთ, უკვე შევთანხმდით. რეგიონის სიმღერები ძალიან მიყვარს, მანქანაშიც მაქვს რამდენიმე სიმღერა და ყოველთვის გისმენთ. ასე რომ ნაცნობი ხმა ახლა. ყველაზე მაგარია რომ ჩემ შულებსა და შენ შულებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მიყვარს და ესეთი რაღაც გქონდა, თქვა რაღაც სიყვარულის ადამიანური სიყვარულის და ესეთი ის არის მოკლედ ეს რეგი რა. ხო, მივხვდი რასაც. ბავშვებსაც ესმით როგორ ჩანს. კი, ყველაზე კარგად ესმით, გამარჯობა. ბავშვებს და ბებია-ბაბუებს ესმით, ეს ტრფიალი. ესე იგი დრო არა აქვს. ჭაღარაკი შემერია ბებია-ბაბუებს. მეც მარო მქონდეს ალბათ შემერია. სანამ დავიწყებთ გადაცემას და სანამ პრინციპში გადაცემა დავიწყებთ, მაგრამ კითხვებს სანამ გადავალთ, აუცილებლად უნდა თქვა ჩვენი მეგობრები, კარგი მეგობრები გვყავს ლაშა ბატონო. დავიწყოთ ქართული ტრადიციული ჩურჩხელით. ჩურჩხელა. ეს არის სუთი ფაუერი, თავისი ძალიან საინტერესო ფორმით და იდეით, ეს არის ჩვეულებრივი ქართული ჩურჩხელა, ოღონდ განსხვავებული ფორმით, ძაფის გარეშე და პატარა კუბიკებით. რაც შეეხება აი თქვენ საჩუქრად ესეც და ესეც არის ყურძნის ტრადიციული ყურძნის. რეპეტიციის მერე გულავთ. ყურძნის რა თქმა უნდა, არის შოკოლადის ჩურჩხელა და არის კიდევ ბროწეულის ჩურჩხელა. ქსელურ მარკეტებში შესაძლებელია შეძენა და ასევე ოფისებთან აი ვენდინგ ჯორჯიას აპარატები დგას შავი აპარატები ჩააგდებ ხურდას ეს ჩამოვარდება ჩვენი მოკლედ ჯანსაღი და გემრიელი სნექია ენერგიაზე მოსაყვანად შემდეგ წავიდა ტექნიკავადო აბა ჩურჩხელას ჩამოვთ აპარატიდან არა და ბებიაჩებს კარადის თავი მოპარავდი ხო სხვენიდან კი შემდეგი მეგობარი ჩემო ლადო და აი ბატონო არ ნოთქვა ლაშა კონექტი არის კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი და საჩუქარი გვაქვს თქვენთვის პრემიუმ ხარისხის ბენზინი. ვაუ. ესეც საჩუქრად. გავფრინდით. მიშო. და რამდენი კონექტი შეხვდა სხვათა შორის ძალიან ბევრი კონექტი შეხვდა და მიშოს უყვარს ძალიან კონექტის სლოგანი და არ ჩავეჭრები ხოლმე კავშირი გზასთან. ხო, მიშოს უყვარს. ხო, შენი კავშირი გზასთან და მართლა ძალიან სიმბოლურია, ახლა საწომე ყველაზე კარგად უნდა დაგაკავშიროს გზასთან, რომელიც შენია და რომელთაც გინდა საყვარელ ადგილას. მადლობა კონექტს ასეთი კარგი საჩუქრისათვის. ერთი ნაკვესი იყო. ერთი ახალი კომპანია კიდევ ერთი მეგობარი აიბაზარი ქვია, რომელიც ნავთლუხის ბაზრიდან ნებისმიერ სურვილს, ნებისმიერ პროდუქტს მიუტანს ნავთლუხის ბაზრის ფასად და ასე რომ აღარ მოუთავის ადგილზე. აი ამ მისამართზე სადღაც აქ დაბლა რო წერია ტიტრი, ამ მისამართზე მიშეხვდათ. ასევე ჩვენი მეგობარია სუნამოების ესპანური ბრენდი ეკვივალენცა, რომელიც საქართველოს თბილისის მოლში გაიხსნა უკვე, შეგიძლიათ მიბრძანდეთ 200-ზე მეტი სუნამო თავისუფლების საშუალება, რაც თავარია ცნობილი ბრენდების ინსპირაციით შექმნილი სუნებით. და ჩვენი მედია პარტნიორი. რადიო ფორტუნა. რადიო ფორტუნა და კი, ძალიან კარგი სუნამოები და კარგი ფასები რაც თავარია. და ყველაზე მთავარი ჩემოლა და ჩვენი მამების დრო საუბრობთ ჩვენი აზრით ყველაზე მთავარზე, რასაც ქვია ოჯახი და რასაც ქვია შვილები. და ძალიან გვინდოდა თქვენი აზრის, თქვენი გამოცდილების გაზიარება და კი აგიკელის და როგორც იქნება მოვედით აქამდე და მადლობა და ბოდის გიხდით რომ დრო გამეწელა ცოტა. ამის ბრალი. აუ აი საოცარი. მიზეზი საპატიო. ძალიან მეყვარს აქავრობა 20 წელია აქ ვარ და შესაბამისად არ ვიყავი ფიზიკურად იქით და თქვენ მობრძანდით აქ და ამისთვის მადლობას გიხდით. პირიქით მადლობა რომ ასეთ მაგარ სივრცეში გვასპინძლობთ. ეს არის ჩვენი სახლი. მთელი ცხოვრება სცენაზე დადგომაზე მოცემობდი და სცენაზე ვზივარ. მარჯანიშვილის თეატრში ვიყავით პატარა სცენაზე. რუსთაველის მურმანჯინორიას გასახდელში, თუ რა ქვია, როგორ საგრიმეოროში. ხო, განდიროში. ხო, და ნუ ეხა აქ ვართ. ქონია კიდე არა? არა.
მაგარი მოხეტიალი პოდკასტი გქოს ლადო რა. დავიწყოთ ტრადიციული კითხვით, მაგრამ ამ ტრადიციულ კითხვას როგორც წესი ტრადიციული პასუხი მოყვება ხოლმე, ჩვენი ტრადიციული კითხვა, როგორი მამაა და სტუმარი პასუხობს, ეს ჩემ შვილებს უდაკითხო და ეხლა გავართულებთ. გავართულებ. სამი სიტყვით დაგვიხასიათეთ, როგორი მამაა ლაშა ნოზაძე. ზარმაცი. პირველ რიგში. ძალიან მოსიყვარულეზე აღარ უნდა ლაპარაკი. ეს არ შედის იმაში. გარც ზარმაცი პირველი, მეორე იყოს მძრუნველი. მაგარი სიტყვა არც ერთ მომენტს არ მაზავს იქ თავიანთ ცხოვრებაში და მესამე ყველაზე მთავარი მაგარი მეგობარი ალბათ. იმიტომ რომ იმადგან ეს მოდის, რომ უშენოთ ამ ნაბის არ ვიზავთ თუ რაღაცა. დიდები არიან უკვე და ხატია და ნინიკო. ხატია და ნინიკო. უი, მაშინ მოდი ჯერ სერიოზულ კითხვას დავსვამ და იქ ცოტა იქით ქონდა, მაგრამ მეც ორი ქალიშვილის მამა ვარ. ხო, ეხლა უნდა გავხსნე შული. კი. შენი ქონდა ეგ რა არის მთავარი მამაშვილის ურთიერთობაში და პრინციპში თქვით მეგობრობა. რა მნიშვნელობა აქვს მეგობრობას მოკლედ მამაშვილს შორის? ჩემი აზრით ეს არ არის ის ეგ სიტყვა არ ყოფნის. ჩემი აზრით მამა ღმერთი არის მამა. შვილი არის მამა ღმერთის შვილი. დედა უფრო ტკბილია, ძალიან ტკბილია და მამა რაღაცნაირი მაინც მამა არის. ხო ხდები? დედის მერე გადადიან მაგ ლეველზე რა და ის არის ყოვლის შემძლე. ყოვლის შემძლე ღმერთია. შესაბამისად ყველა მამა ღმერთია და ყველა შვილი ღვთისშვილია, ესე მგონია. არ ჩვეულებრივი პასუხი იყო. რა ვიცი, შეიძლება ზედმეტი ის მქონდა რა. და ამ ურთიერთობაში მაგრამ ესე უყურებ, ესეა. მე გოგოების პატრონი ვარ და აი აშკარად გზნობ, რომ მამის მიმართ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნა. ვეთანხმები გამყრეების დასკვნას. მოთხოვნა აქვს სერიოზული, შენ მიპასუხი აქვს რა. ხო, ძალიან სასიამოვნო რამეა, როდესაც უკვე ასაკში შესული შვილი გემეგობრება. ალბათ მაგისთვის ვიღწვით მშობლები, რომ მაგას მივახციოთ, როდესაც უკვე შვილი გაიზრდება და მამაშვილობის რაღაც ასაკი როგორ შეიძლება რომ შემცირდეს, მაგრამ უკვე მეგობრობის პერიოდში რო გადადის, ძალიან მაგარი განცდა, რომ შვილი არის შენი მესაიდუმლე. ხშირად გვიწევს ხოლმე ფსიქოლოგების ჩაწერაც მათ შორის ამ მამების დროში, რომლებიც უმეტესად ამბობენ, რომ თინეიჯერობის ასაკში შვილები შორდებიან მშობლებს, მაგრამ ეგ მომენტი შენც გავსვლადო და მეც რომ ჩვენი შვილები თინეიჯერობის ასაკში არიან, მაგრამ ურთიერთობა მაინც გვაქვს ასე თუ ისე და ძალიან მიხარია. აი ეს თინეიჯერობის ასაკი ნინიკოსთან როგორ გადავახედა ამ სირთულეები თუ ძალიან გამიხარდა ხატიაც არის თინეიჯერობის ასაკში. ეხლა ხატია თინეიჯერობის, მათ შორის 10 წელია სხვაობა შვილებს შორის და როგორი მკაცრი განსხვავება. ხო. ორ თაობას შორის ნინიკო 24-ის არის და ნინიკო არტისტია, უკვე როლები აქვს, უკვე შრომობთ რაღაც მიხდი და ხატია კიდე პანკია, ისე რა ქვია, ხულიგანია, მუსიკოსია, ეს მოსწონს რა. მეტავის გავს მუსიკის სიყვარული. არ ვიცი, ალბათ მამა ჩემს. არ ისი თქვა მინდა ამითი, რომ თქვენი კითხვა რაშიც იყო, ყოველი ახალი თაობა ჯობია წინას. ეს არის 100%-იანი. ნინიკო არის ისეთი შვილი, მსახიობი გოგოა, თავის ცხოვრება აქვს, მარჯანიშვილის არტისტია, თავისი გრაფიკი აქვს, თავისი ხო? და იმდენად ითვალისწინებს ამ ჩვენ ცხოვრებას, თავისწული მოვლას. ძაღლიდან დაწყებული ადამიანები დამთავრებული ყველაფერს ასწრებს. ეხლა როგორია ხატია პატარა, ხო? 14 წლის. მე ვგზნობ, რომ ეს გადაგვარჩენს. მაგრამ ბობოქარია, მიხდი. არაფერი არ ეტევა მასში, ის წინ არის ვიდრე ჩვენ. მე უფრო ვცდილობ დავეწიო, ის კი არ დავკაჩო უკან. რახან ესეთი მოთხოვნები აქვს, ესე იგი ეს ძალიან წინ არის. ოღონდ როგორც ადამიანი, აქ არ არის გოგოზე და აი ჩვეულებრივი ადამიანია. ეს და აი მუსიკაზე კითხვები ქონდა, ხა რეპეტიციებს, სარეპეტიციო გამაკეთებინა სახლშივე. და რეპეტიციებს მოყავს, მიყავს ეს ჯგუფები რაღაცებს კრიბავენ, ეძებენ ერთმანეთს და კითხვები რა აქვს ჩემგან განსხვავებით. მე სხვა კითხვები მქონდა, მას სხვა აქვს. სწორი, აი ესე გიყუროს პირდაპირ თვალებში. ამათ არ აქვს კომპლექსი ახალ თაობას. ვა, საერთოდ არა.
ამას აინტერესებს ლეველი სიცოცხლის რა და მოსწრება დროში. რაც ჩვენ არ გვაქვს. რაც ჩვენ ჩვენ ვფიქრობთ ის რა სიტყვის. ხო, ზუსტად იმაზე ვაკეთებ სწორებას. ის რო იტყვის, ისეთი ასიანი შეიძლება ვწდები, მაგრამ მე მგონია რომ ეგ არის. ისე მეუბნება. რატო აქვს ფანდურს დაბალი ხმა და რატო აქვს თქვაცი ამა ეს PSG ეს ბევრად ჩქარია, ბევრად ჩქარა უნდა შედეგი, არცალია. არასდროს არცალია. გაიგე რომ ეუბნები ამ პატარას. მოიცა ახლა სულ საქმეში. ხო და ესენი მგონია რომ ბევრად მაგარი შვილები არიან პატარები. არ უარყოფ დიდებს, მაგრამ დიდები მაინც მორჩილები ვართ და მამა, დედა რაღაცების გათვალისწინებაში ვარ. ასე მგონია ჩემ გოგოებზე საუბრობ. მე მგონია რომ ყველა ერთს ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს არის მოვლენა. ჩემთან კი არა, სამყაროში თვითონ და მგონია რომ ესე არა. არტისტია ნინიკო. როდესაც რაღაც სპექტაკლი დასრულდა, სცენაზე ნახე ჩვილი, ალბათ სასწაული გახდა. აი ეგ მეკითხა ზუსტად. მაგ დროს ლაშანოზაძე როგორც რეჟისორი ეგრე უყურებს თუ როგორც მამა? არა, როგორც უკან არ ვიცი, ყველაზე დაბალი ალბათ. აი მაგ ორივიდან მესამე რაც გამოვა. რომ უყურებს ხვებს როგორ მიხვდი თუ ამათი გულები გაახარა, თუ შეძლო ეს. მე რეიწყება კიდე სხვა ნერვიულებები რა. ანუ ის როგორ გზნობ, მე ის ხო ჩემი სხეულია, ჩემი ნაწილია. მე ხო გზნობ ის რაც გზნობს და აი ორნაირი წვამიდის გულში. რეალურად ხალხი გადაწყვიტავს ხოლმე. თვითონ ნინიკოს აქვს დამატებითი ნერვიულობა, როდესაც იცის რომ ლაშა ესწრება სპექტაკლს. აქვს. აშკარად აქვს. მე მივხვდი რომ ამან ისეთი გზა გაკვალა და გაუშვა რომ მე მხოლოდ დამსწრე უნდა ვიყო. ანუ ჩემი ჭრდილი მას არ სჭირდება. მას სჭირდება ჩემი გულშემატკივრობა. მე კიდე ესე ვუთხარი რომ მე გმირი არ მჭირდება თქო, მე ბედნიერი შვილი მჭირდება თქო. აი რა მაგარი. ისე გმირი, ანუ გმირი მაშინ ვინ არის გმირი ის თუ არ მოკვდა ხო პიესაში. ან და გეხვეწები მეთქი თუ შეგიძლია რომ თუ ამ გზას აგრძელებ რომელმაც მე შემჭამა შეგიძლია შენ გააკეთო ეს ბედნიერად. რა ვიცი, ნუ მოკლედ კმაყოფილი ვარ მისი რომ სწორი ფაზები აქვს. აუ ძალიან მაგარი სიტყვა გამოიყენა ბობოქარიაო ხატიაზე. მართლა ხატია ბობოქარია. არა ინტერესი. და ბობოქარი რო იქნებოდა ეს ხო არ იყო მანიშნებელი ესე ვნახე ინტერვიუში. 2 წლის რო იყო ყველა ზაურას გვეძახდა. ხო. ზუსტად. ანუ ეს ზაურა არის შეფასება მისი, ანუ ლეველი მოწევს ლაშა ევოსება და მერე მოდის ზაურა. ანუ ვიღაცა უნდა იყოს ლაშა ან ზაურა. ეგრე უყურებდა ცოტა ხანი. მაგრამ მე ეხლა ისეთი გოგოა მაგარს უკრავს. სარეპეტიციოები ერთი რამოდენიმე მონიშნული რა. ჩემს სარეპეტიციაში ხო ბობოქარია, შემოვა და გვიშლის. მაგრამ შეარგოს ღმერთმა აინტერესებს ყველაფერი, რა როგორ ჟღერს. რა არის ეს და კომპლექსი საერთოდ არ არის მასთან. მიხდი რომ აი გამოვიდეს და დაუკრას და ჩემი შვილი გიტარას სწავლობს და ამ უღამის მეტალიკის რაღაცას და კი, ჩემიც. ერთი კვირა პატარა რაღაცა რო უკეთესად გამოვარდება ოთახიდან მომისვა. გაჩვენებს. ხო რა. და ეგ ვიგულისხმეთ რა რომ ურთიერთობა ანუ რო აქვს მუღამი რომ შენ გაგიზიაროს ეგ ძალიან მაგარია. თან როგორი ის არის, იცი როგორი ის აქ წერტილი რომ ახან მამა ეს არის. და თვითონაც ეგ აინტერესებს, აუცილებლად უნდა გადაგასწროს რა, უდევს ეს კოდი შიგნით. და მე ვეუბნები რომ უკვე წინ ხარ. იმიტომ რომ შენ ეგეთი გონება გაქვს რომ აწი აპირებ ხო ხდები და იცი როგორ საძუ მე რო ვერ ვქენი იმან ერთ წამში იქნა მიდო ის აღარც დააინტერესებს. იმიტომ რომ გამოუვიდა. კი, ადვილად. სხვა თაობა მაგას გულისხმობ რომ ეს მარტო ჩემ შულზე არ არის. თაობა მოვიდა რომელიც ჩვენ რო ერთ წელში შეგვეძლო ამათ შეუძლიათ ერთ წამში. შესაძლებლობა, მაგრამ ნუ რეალობაა რა. ამათ შეუძლიათ რაზე ჩვენ ტვინი დავხარჯეთ წელი, ამათ შეუძლიათ. ოღონდ აი ეს გაცინებას და ეს ხელის გაქნევას ტყუილი არ არის, ზუსტად აკეთებენ და შემდეგ ლეველზე გადადიან. ეხლა ეს ხატია რო უყურებდე, არიან რომელზეც მე რო არ ვიცი იქ არიან.
მიხდი ელაპარაკებიან რაღაცა სფეროებს, იმებს და აკეთებენ რა და მე მაინც გონია რომ ადამიანებს უნდა დაუძახო, მოიწვიო, ჩაწერო და ესენი რაღაცა ამბები, გერ არის. ცოტა ჩამორჩა. არა, შესაძლებლობებია 4 გაცილებით მეტი, მოდი ესეც ვთქვა. ეხლა მე გუშინ ვსაუბრობთ მე და ჩემი მეუღლე, მე-9 კლასში ვიყავი პირველად კეჩხობში რო წავედი, მე-9 კლასში და იქიდან ვიტანჯებოდი, როდის დაუბრუნდები დედასთან და მამასთან მეტი. ეხლა სანდრო მე-9 კლასშია და ათენში აქვს ისა გასტროლები და ათენში მიბრძანდება მარტში, აი ვერც წარმოვიდგენი მე მე-9 კლასში რომ ჩვენ როსადმე ამ კი მე-9 კლასში ჩემი ყველაზე დიდი დისტანცია იყო სუნამიდან რომ ხაშურში მივდიოდი მარტო. მე-9 კლასში დესნადვა რომ მიყიდეს ვიყავი მეგონა რომ ყველა გოგო ჩემი ძოლი იყო. ხო, იმიტომ რომ ყველა უყურებდა. ხო, ანუ აბსოლუტურად სხვანაირი სასტარტო პირობები გვაქვს და კარგია, ძალიან კარგია. ისინი სხვები არიან, რას ლაპარაკობ. ძალიან წინ არიან. ხო აღიარებთ ამას. არიან და უნდა იყვნენ. ალბათ მამების სურვილიც ეგ არის, ჩვენი სულ ყოველთვის მინიმუმ ერთი ნაბიჯი წინ რომ იყოს. შვილის ჯობდეს მამასა. რა თქმა უნდა. ეს ტერმინი რომ მაგრამ ესეთი მომენტიც რო თქვა ლადოაბა შენც რას ვიპასუხებ და ბუნებრივია სტუმარიც. ეს ბევრი ფსიქოლოგი მეუბნება ხოლმე რომ ძალიან გზნობიარეები არიან და ჩვენც ვაღიარებ და სხვანაირები არიან, მაგრამ უნებურად ვაზიანებთ ხოლმე ჩვენ შვილებს. ეს ჩვენი მამების დროც ხომ მაგიტომ გვაქვს რომ შვილებთან ურთიერთობის რაღაც გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ. როცა ესეთი გზნობიარეები არიან, წინწესულები არიან და ჩვენ შესაბამისად ვერ უბრუნებთ რაღაცებს. მე მგონი რომ საფრთხილოა ეს. ხო, საფრთხილო რა თქმა უნდა არის. ალბათ ზოგადად მამაშვილური ურთიერთობა რაღაც ბეწვის ხიძზე სიარულია. ყოველთვის, აი ნებისმიერი არის თუ არა ის ღმერთი. კი, არის თუ არა ის ღმერთი. ზუსტად. აი არასოდეს დამავიწყდება. ხო, მოწმობს. მამა რომელიც მეგონა ყოვლის შემძლე და 93 წლის 27 სექტემბერი სურამიდან ვარ და ტელევიზორში უყურებდით იმას და სხუმი დაეცაო რო თქვეს მე ველოდი რომ დაცემული უნდა აეყენებინა მამა ჩემს იმიტომ რომ 7 წლის ლადოსთვის მამა ყოვლის შემძლე იყო და მამა ჩემის უსუსური სახე იყო ჩემთვის გამანადგურებელი იმიტომ რომ მამა არ აღმოჩნდა ყოვლის შემძლე და ყოფილა რაღაც რასაც მამა ვერ გააკეთებდა ხო და აი წარმოიდგინე ეს ბეწვის ხიდი სადაც ახლა ჩემს შვილს მაღაზიაში შემიყოს რაღაც მიყიდეთ მამა ფული არ მაქვს ბარათი ხო გაქვს იმისთვის ბარათი არის შეუძლია ბარათით ყველაფერი იყიდოს და ეს უნდა აუხსნა ხო უნდა აუხსნა რომ ამ ბარათზე რაღაც არის ეგ მიყვარს ჩვენი მეგობარი ნოე ჟორჟოლიანის ისტორია ბავშვი მეჯდა მხრებზეო პატარა შემჭამა ხელს იშვეს რაღაცა უნდა რომ მივედი ტოტი მოუწყვიტი არაო და რო ავიხედეო თვითფრინავი დამანახაო რომ ეგონაო რომ იმ თვითფრინავის ჩამდის ჩამოვება ჩემს სუპერ აი ეს არის მამის ყოვლის შემძლეობა ჩემი აზრით ბავშვის გონებაში ჩვენ ვართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ხალხი. და ვანადგურებთ ხოლმე, როცა ჩვენ ცუდ მხარეს ვაჩვენებთ. კი და ერთი რა ვიცი რჩევა თუ თხოვნა თუ როგორ იქნება. არასდროს ჩვენი გაბრაზებული სახე არ ვაჩვენოთ ჩვენ შვილებს. რაც არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ იმას გადაედება, ის შენ გბაძავს. შენგან იწოვს ყველაფერს და ამიტომ თუ რისხვა მოვა და მოვა ცხოვრება ისეთია რომ მოვა გასო დრაკონი გახდება არა ჩვენოთ შვილებს ეს გაბრაზებული მამა არ ნახოს მამა უნდა ნახოს მშვიდი გადამწყვეტი და ყოვლის შემძლე ტკბილი უნდა ნახოს მამა ხო იმიტომ რომ დედა უტკბილესე დედას ჭამს ფიზიკურად ხო ყველაფერი შეუძლია აი მამა ხო არის უკარება ტიპი რომ ვერ ჭამს რა არც რძე აქვს მას ხო და ეს მამა იმდენად მითიურია რომ მარტო მაგარი მომენტები უნდა აი თავში რო იწყება გაცნობა შემდეგ რო შევიცნობთ ერთადაც შეიძლება გაუბრაზდეთ მაგრამ აი იმის ჩვენება როგორ გული მისკდება ხოლმე რომ ბავშვის წინ მინახია რომ იგინებოდა რა მშობელი და გულში ისე ჩამჩა რომ მეთქი რამ გადაუწყვიტა ამ კაცს ასე ცხოვრება რომ შვილის წინ ამას უფრო მეტი ტრავმა მიაყენა მის წინ რომ იგინებოდა ვიდრე ვისაც აგინდებდა პეტრეზე უფრო მეტი გავიგეო ვიდრე ეგ ამბავი იმიტომ ეს შვილი გიყურებს რაოდენ თვინიერი ხარ რაოდენ სრულყოფილი ხარ ვის მიბაძოს უყურებს განგედა ჯობს რომ ყველა მამა არა აქვს იმას რა ქვია აზრი სოციუმს რა შეძლებას არის მაგალითია ის მამა ღმერთი წამოწვება და გადატრიალდება ესეც გადატრიალდება შვილის ცხოვრებაში ვარიანტი არა აი შვილს თუ გადაუტრიალდა
აი სიხემენი თეატრში ვაკეთებთ ეგეთ სცენებს. მაიცა რა, ხო? ხო და ის ბავშვი ამას რო შეხედავს, ესეც გადატრიალდება. ესეც გადატრიალდება. ოღონდ ისეთ ადგილას გადატრიალდება. სახელმწიფოს რო ჭირდება ან რაღაცა მივხვდი? შიგნიდან რასაც უხევს, ტრაუმა სადაც არის, ბავშვის განვითარება სადაც არის, მამას აქვს. რაღაც ძალიან დიდი წერტილი. ფუნქციონალურად დიდი წერტილი აქვს. ესე მგონია, შეიძლება ვწდები, აცარაფერი. ვაფშე უმამოდ გაზრდილები ვიცი. კი. და უფრო მაგარი ტიპებიდან. ის აი, მე და მამა ჩემი ძალიან მაგარი ზმაკაცები ვართ, ერთად მუშაობთ დღესაც. ჩემ კონცერტებს მამა ჩემი იმაშვება, რა ქვია, გზას გვილაგებს რა, როგორ მიიყვანოს მუსიკოსები და როგორ მოიყვანოს გამიგე და ამ დროს მე-9 კლასში სიტყვას ვერ უცვლიდი, კაცო, ისეთი ის გქონდა. როგორ შეიძლება მამას რამე უთხრა და ის უჩხუბობდა და შენს უგეშინოდა. ხო, ეხლა მოხსენით, მივხვდი და მე და ჩემ შვილებს ეგ არ გვაქვს. ღია რა ეს კარები და მოყევი, მოგიყვები, აბა რა ვქნათ, როგორ ვქნათ. მგონია რომ მამას ძალიან დიდი ჯვარი აქვს, ძალიან. არ ეწყინოთ, მაგრამ დედებზე მეტი ჯვარი. არა, საწყენი არ არის აშკარად. არა, ხო. ლაშა, ასეთი მაგარი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან და დარწმუნებული ვარ, ძალიან ხშირად დაგიძინებიათ. პატარები როცა იყვნენ. იავნენავს უმღეროდი? კი, როგორ არა. კი, როგორ არა. რა რომელი უფრო მეცაც გეტყვი, ქართულს და უფრო მეცაც გეტყვი რა, ანუ ჩემი მეუღლე იხსენებს ხოლმე ძალიან დიდი სიყვარულით იმას, რომ მე რო ჩემ შვილებს ზღაპარს უყვები და იმაზე სოსკიან თვალები რო უდიდება მომენტებზე, აი როცა იძაბება ზღაპარი, იმასაც უდიდება თვალები, გააჩერებს სოსკას. მე ჩავა ეს ამბავი, გააგზელებს ხოლმე და აბეხე ჩუმან და თქვათ დედამ და გადაწყვიტა რომ ხო შენ წადი ის მოვიდეს. აი ეგ არის ზუსტად ის ღვთიურობა, როგორ შენი ესმის, მიხვდი, შენი ენა მოსწონს, შენი მოყოლა მოსწონს, შენი მაგია მოსწონს, შენი სუნი მოსწონს. თან ქმედითია ეს საპირისპირო სქესი. ვისაც გოგოები ყავს და მე მოწმებიან ალბათ მამები რომ არა, იმას კი ყველას ოცნება, რომ ვაშკაც და გვარი გააგზელოს და ღმერთმა გაუმარჯოს, აბა რა, ეგრეც არის, მაგრამ აი რა ვქნათ იმ ხალხმა, ვისაც მხოლოდ გოგოები ყავს რა და მე გეტყვით ამ საიდუმლოს, რომ ისე მოყვებიან, რომ იმადზე მაგრა იცავენ წესებს და ყველაზე მაგარი, არაფერი არ ეშლებათ. არ ეშლებათ. აი ეგ არის რა, რომ აი ბიჭი მიხო ეს შემეშალა და შენ უნდა გახვიდე მე და მოაგვარო რა. ამათ არა აქტი. არა ფერც არ ეშლება. მაგრები არიან გოგოები ძალიან. ორი ვაჟი ვაჟების მამებო არ არის რა. ორი ვაჟი მყავს და უფროსი 14 წელს სახშიო შემოდის და გაღიმებული როა ისე ამოვისუნთქებ ხოლმე. ხო, რო გაიარა მთელმა ისტორია. რომ ის დღე მშვიდობით დასრულდა, იმიტომ რომ ხო, კაცო, მეომრების გარდატეხის ასაკში ლომების პატრონობა არის ძალიან რთული, ლომების. გარდატეხის ასაკში მყოფი გოგო რო შემოდის გაღიმებული, ეგეც ამოსასუნთქია დამიჯერე. კი, როგორ არა. და უფრო მეც გეტყვი რა, ეს პირდაპირ გეუბნება, რომ იცი რა, ამან მითხრა მიყვარხარო, მაგრამ მე რაღაცა და შენ რო გიღებს ამ კარც, იმს კი არა, დედას კი არა. ანუ მესაც ცალია ხამჯო. ხო ხტები, მაგრამ ნუ ძალიან საინტერესოა და გეუბნება და შენც ეუბნები, რომ ოჩახ ეგრე ჯობია თუ რა. აბა შენიც თუ რა და მე ბოლოში გეჩდება ოპერა, ისეთი რა, დაალაგებული, რომ ესე იგი ესეთი გამოვიდა ის ტიპი, რომ შენ რო არ გენერვიულა ისე იცხოვრა. მიხვდით რომ რას მე მამა ჩემი ვანერვიულა და ალბათ ყველა ბიჭმა ერთმა გაგვიმარჯოს და დაგლოცოს. ერთი რა გზნობა ლაშა გოგოშვილი რო გეუბნება რომ აი იმან სიყვარული ამიხსნა. სულ ამბობ რომ ორი გოგო არ მყავს და უკვე ვეჭვიანობ ვიღაცამ რომ სიყვარული აუხსნას მით. აი თქვენ როგორი ის გქონდათ მაგალითად? მე მაგალითად ძალიან კაი. ნინიკოს მაგალითად უთხრა და ისე გვიყვარდა მე და ჩემ მეუღლეს თამუნდას ის ტიპი რომ უთხრა რა ხან სულ ერთი რა კარგი ადამიანი ხარ რომ უთხარი რა ხო ხდები
და იმას გულშემატკივრობდი. იმის მერე 9 წამმა გაიარა, გასულ 9 მოთხრა თუ 7 თუ ეხა ეს გადაწყვიტავს, თვითონ ის რომ შენი შვილი ვიღაცას უყვარს და ვიღაცა ეტრფის, ხო შენ ხდები იმის გულშემატკივრი. ვა რა მაგარი. ანუ უფრო იქითკენ ხარ, ვიდრე არა მამა არ უთხრა, არ არსებობს ეგ. შენ რაღაცა რომ გაღიარონ თუ რაღაც რესპექტ რო იყოს, გონია რომ აი იმან რო უთხრა გოგოს შენ ხარ იმისკენ რომ კაი ტიპი აღმოჩნდეს, კაი კაცი გამოდგეს. აუ 1000 ფიქრები მოდის. და რო არ გამოდის, უფრო იმაზე ნერვიულობ, ამან ხო არ უთხრა რამე. ისეთი რომ ხო რა წენინა. ხვდები რა. რაღაცნაირად ისეთია, გოგო არის რაღაც სპექტაკლი მდგომარეობა, მდგომარეობაში. თუ გაგიღო ეგ კარი მით უმეტეს. რაღაცა გონია რომ შენ გეუბნებიან. მე იმას რო ეუბნებიან შენ გეუბნები. მე ეგეთი განცდა. აი ნინიკო მიყვარს რო გამეგია ხოლმე წითელი ხომი მირია ფერი თუ რაღაცა და ისე და მე ვწუხვარ რა. აი ესეთი ისე აქვს ზოგიერობა გოგო. თქვენ ქონიათ უკვე ეგ ჯერ არა, 1-2-ზე მითხრა რომ მე მგონი მოწონვარო. თუ თვითონ მაგრამ მე მითხრა ვინ მოწონდა რა. არა, მე ანუ ჯერ არავინ მომწონს, თორე ოღონდ აუცილებლად პატარა მითხრა ეს მომწონს რა და რომ მითხრა ვა რა საინტერესოა როგორ უნდა დააინტერესოს ამან ის რომ ჩვენ ხო პირიქით ვართ მიჩვეული რომ ბიჭები ვეუბნებით და გოგოები პიდიან სახში ამბობენ და მე ეს შობლები გიყურებენ იმიდან ვერანდიდან რაღაციდან ხო მიდი სანათესაო შესწავლა ხო და შევისწავლოთ ეს ბიჭი რა ხო და ნუ ესეთი გამოდგა რა გოგოების ლეველი მამასთან ძალიან დიდი ყოფილა საბედნიეროდ ლაშა ხატია მუსიკოსობს თავის არეპეტიციო აქ უკრავს საკუთარ სიმღერას რომ დაგიწერია ხატია თუ ყოფილა შეფასებელი არა ეგეთი ის არ გვაქვს როგორიც შედეგების ომი ფრონტი გაზიარება უფრო და ეს ამას რაც უყვარს ხატიას რაც უყვარს უფრო იმისკენ ვარ რა ამას წინა თქონა 2 დღის ლაბარაკი რომ მეთქი რაღაცა მე რო ვეღარ შევძლებ მეთქი შენ ხო ამ მუსიკას ხო მიხედავ მეთქი მაგრამ ისეთი რაღაცები მოგწონს თქო რომ ამას საერთოდ არ უსმენ თქო ანუ რეგეს შენო თქვიო და მაგასაც მიუხედავ ხო და თვითონ მოსწონს ნირვანა მოსწონს მეტალიკა საერთოდ სხვა მუსიკა მოსწონს თქვა ჩემ მაგას მაგრამ იცის რომ ეს მაგის კაპიტალია და მოსავლელი აქვს აჰა ხო არ შეეწო კონცერტებზე მირეკავს ხოლმე რო ხო არ დაიღალი რაღაცა მე ხო არ შემილია რა ხდი ნენელა მამზადებს რომ გამოჩაჩოს თქო მაგრები არიან ძალიან მაგრები არა და მახსოვს რომ ნახეთ ჩვენ ძალიან მორიდებული იყო მაგრამ მაშინ პატარა იყო პატარა იყო ეხა ძალიან თამამია საკმაოდ ახალგაზრდა იყავით როცა დაოჯახდით დიახ შვილმა თუ შეცვალა კი ლაშანოზაძეს განსხვავებული გახდა რა შეიცვალა მოკლედ მაი მამობამ რა შეცვალა იქიდან წამოვიდეთ რომ დედა ჩემი და მამა ჩემი ძალიან პატარები იყვნენ რა აი 19-ის იყო 20-ის მამა ჩემი და დედა ჩემი 19 რაღაც ესე რომ მე შევეძი მე ვიყავი 19-ის და ჩემი ერთი წლით მოუგეთ რა ესე გამოვი აი მართლა რომ გიყვარს და უყვარხარ და ღმერთი გამოაგზავნის ესე დავქორწილდით მე და ჩემი მეუღლე რა რომ მე-7 კლასიდან მიყვარს მე-7 კლასიდან მე მიყვარს იმას უყვარვარ სადღაც მე-11 კლასიდან აი ბოლოს ხო ანუ ეს ლაშა ხო ნუ ლაშა ხო გავიგე მე სხვებსაც უყვარდა კაცო ისა რა მე თანაბარ ბრძოლაში შევედი მე მიყვარხარ მეთქი და დანარჩენი შენიცი ნუ ჩემი მეუღლე ჭკუა მეკეტებოდა სულ და ალბათ რო გადამახვევინო ეგრეც მოხდა ძალიან 19 წელს ასკვლავდა მე ვიყავი 19-ის თან უნდა იყო 17-ის რო პირველი ბავშვი შეგვეძი ეხა ხო ხდები რანაირია ეგ რა ჩენი თავი ვერ გაგიზრდია და აგერ უკვე ბეჭებში შვილი ეს ბავშვი უფროსი ნინიკო გაიზარდა ჩვენთან ერთად რა ჩვენ რეპეტიცია ო ანუ ჩვენთან ერთად იმიტომ ესეთი იმიტომ მსახიობი იმიტომ რაღაცა რომ იცოდა გაჩნდა თუ არა იყო რაღაცა ხალიჩაზე მონღოლივით ანუ ხო ხდა წავედით 2 წელს მიდიოდა უკვე იმაში რა ქვია ტურნეებში პატარა უფრო მოვლილ პირობებში გაჩნდა რა ანუ ჩვენც რომ
დაღვინდით რაღაც შევქმენით. მეორე უფრო ესე რა და ეს პირველები სულ ისეთი მოხიგანებია და მეორეები იმის მჯობნები რა ესენი ჯიბიდან ისვრიან. ის შენ გათვალისწინებებშია მამა იცის, დედა იცის, ყველაფერი იცის რა. პირველ. მაინც შენ თერთად გაიზარდა. ხო. ერთ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი 19 წელს ვიყავი ფონოგრამაზე ვიმღერე და საშინელი განცდა დამეუფლა ადამიანებს რომ ვატყუებდიო. რატო გვიწევს ადამიანებს ვიღაცების მოტყუება? ეგ არის. აი შვილებთან ტყუილზეც რო გითხრათ, რამდენად უნებს. ხო და ეგ არ ვიცი. კაია თუ სუდია ეს ტყუილი, კაი, კეთილი ტყუილი ხო არსებობს რო რაღაც. ხო და ან მუსიკაზე რაც ბრძანეთ ერთხელ ცხოვრებაში იყო ესე რომ მაშინ არ არსებობდა ფიზიკა. პირველად ნახე ჯგუფი რო უკრავდა, ეს იყო 33-ია და იყო გპ-ის მე-6 კორპუსის წინ ადმინისტრაციულ შენობასთან პირველ კურსელი ვიყავი გარეთ რო გამოვიდა და ხალხი უკრავდნენ რა ჯგუფი უკრავდა და ხალხი უსმენდა მიხვდი და აი თუ არ შეიძლება მეთქი ეგ ამომივიდა პირიდან იმიტომ რომ რაღაცა ლეველი ჩამოაყენეს რომ სცენაზე თუ უნდა იდგე წყვილი უნდა იყოს მიხვდი რაღაც ალაპუგოჩოვოს ის იყო რა სიგიჟი და თავისუფლება შენ რო ჩავწერე მუსიკოსებთან ერთად ანუ გიტარი და ესა ისა დაკვრის დრო რომ მოვიდა ეხლა მაგის დრო სად არისო და დავე არიქა და უცებ მიხვდი ისე შემცვა ბავშვები გიმღერიან ამ შენ სიმღერას და შენ ჩართული თუ იმის მერე არ მიყვარები ჩაუღუნეთ აბა კარგად იყავი ეს მოურჩით არ გამიფუჭები იმის მერე მარტო ცოცხალით რომ აი მღერი ვარ თუ ის მღერის მე გავჩერდები და მოვისმენ მისას და გამიხარდება გული ამევსებ აქ იყო როგორც ვერ მართავდი პროცესს რა ეს უკრავს ესე რო იზავ შენი ხმა ის მაინც მიმდინარე ხო აი რა სიგოიმეა შეხედე ხო და ეგეთი დრო იყო ეთყობა რა ეს არის რაღაცა 2000 წლამდე შევარნაძის დროა მოკლედ რა ყველაფერი გამოცადეთ ისიც არა მგონია დღესაც ბევრი ეგეთი მომღერალი ფონოგრამაზე რო ერთ ხელი მოუმართოთ ნუ მოიტყუებიან გითხრან წინას კი აი ხა ბობ მარლის ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა ვიპოვეთ და ასეთი რამე უთქვამთ რისთვისაც ნამდვილად გვჭირდება გამბედაობა ეს გულახდილობაა შვილებთან გულახდილობას რამდენად ახერხებთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თვისება თუ ოჯახთან მოდი ესე ვთქვათ ურთიერთობაში თუ ხმა მაღლა არ გამომივა ჩემი მოძღვარი ხომ შეხედავს ამ ჩვენს ნალაპარაკებს მინიმუმ და ის მეგობრები ხომ შეხედავენ ბერები ვისთანაც სული მაქვს გაცვლილი და განაზიარები და ალბათ იტყვიან რომ თამამი მამა რა ეს კაცი ანუ გულწრფელი მამა არასდროს ტყუილი არ მithქვას იმედი არ მიმიცია რომელიც არ არსებობს რეალობაზე არ მithქვია რომ ნაგავია ანუ შუა ხო იცი უნდა შემოატრიალო ეს მედალი რომ კაი მხრიდან დაანახო საოცარი ფილმია ეს ჯოშუა რო ყავს ბავშვი ხო მეცი როგორ ყველა მიცით ეს ფილმი ტყვედ რომ არის კაცი და ატყუებს შვილს რომ ეს თამაშია ეს არის გენიალური ფილმი ჯოშუა ქვია იმ ბავშვს რა და აი ჯოშუას თვალებით შევხედავდი ყველა ცხოვრებას რომ როგორ მოახერხა მამამისმა რომ ეს ომი ყოფილიყო თამაში და ბოლოს გაიმარჯვა ტანკი შემოვიდა და მოიგო და ეს ბედნი გამიგედა აი ღმერთო ის ძალიან მაგარი სცენარია და მაგარი ფილმია მაგრამ მგონია რომ ცხოვრების წესიც არის მიხვდი ანუ მაკეთ მივდივარ შეიძლება იყოს ისეთი საკითხები რომ შვილი მაინერვიულოს თქვენ ჩვენაირი ხართ მე მგონი გეტირებათ ყველაფერს ხო რაღაც სენტიმენტალური ვარ კი ჩვენც ეგრე ვარ სანაცნობი ამბავი ხო აი როგორ უახერხებს ეს კაცი რომ თავის შვილს ამ ომს აჩვენებს როგორ ზღაპარს იმიტომ რომ იქ მოუვიდა ეს დრო მე ხომ ომი არ მაქვს მე როგორ ვაჩვენო ეს ზღაპარი ესე იგი უფრო კარგ ფერებში არ ვიცი, მოკლედ ეს ამოუწურავი თემაა რა. ეს არის ღმერთი და ადამიანი. მე მომიტევე თუ ხმა მაღალი გამომდის ეს ისე ბომარლის სიტყვებს წავიკითხავ. ბობის ვერ დაუბრუნდი, ხო, გადაუხვიე, ბობი ხო ჩემი ის არის, რა ქვია. მე წავიკითხავ. ბობი რასაც ამბობს, ჩემთვის არის ძალიან ნათელი და ერთ პიროვნულად სწორი რა, იმიტომ რომ
ეს კაცი იყო გლეხი ადამიანი, სოფელში რომელიც კოლონია დაიბადა. ლურჯთაზე, კოლონია აქცია ქვეყანად. კოლონია აქცია სასტუმროდ, ხო ხვდები, ან დედამიწის სასტუმროდ და თქვა მშვიდობა. მისი მთავარი მესეჯი მშვიდობა. შეარიგა იქ ხარ. მოკლედ დიდი ისტორია, იმათ დავით აღმაშენებელია. ჩვენ ბევრი ყავს საბედნიეროდ რა, ქართველებს რომ ამან ესქნა, ამან. იქ ერთი ცალია ეკაცია რა და მაგის ზეგლი და მაგის ირგული უტრიალებენ. მაგრამ დედამიწას უყვარს კაცი. კი. ამ თავისი ნამოქმედ არ ნამღერით. ხო და ის ამბობს, მე არ ვიცი რა სიმდიდრეა ფული, რა სიმდიდრეა, იცით ხო ეს ინტერვიუები დარწმუნებული. ხო და იქვე ამბობს რომ სული სულს ცნობს. ფული არ არის თავი ხო, საერთოდ არაფერი, სული სულს ცნობს, აი ამას ამბობს. მე ვახვევ და ბებია ჩემიც იგივეს ამბობს, ხაშუში. სული სულსაც ცნობს, შვილო, გაიგე? ანუ ის არის თუ გურია თუ ესე გაგება ერთია. რომ ეს მშობლებს აქვთ ეს ავტორიტარული ვალი რომ სული სულს აცნობინონ შვილებთან. კი. ხო და ჩადონ კოდი. ხო და ბობ მარლის კიდევ ერთი სამ დღეშია ბობ მარლის დაბადება. და სამში კი. ეთერში რო გავა უკვე ჩავლილი იქ. ჩავლილი იქნება. აქვე მეულოცოთ ადრე, მაგრამ ბობი სადაც არის ამ თოლში რა უბეთ ჩვენთან თოვლია მაგდროს. იმათთან კი იქნება გამარჯვებული მზე. ხო და ბობის უთქვამს ასეთ სიტყვები, ყველაფერი კარგად იქნება, გუშინდელი შეცდომები ხვალ სარგებელს მოგვიტანს. ხშირად შვილებს გვეშინია შეცდომის დაშვების და შეცდომას რო დაუშვებთ, არ ვეუბნებით მშობლებს. და ეს კიდე უფრო დიდი შეცდომაა ჩემი აზრით. ეხლა გაზრდილი ვაცნობიერებ, რომ ეს კიდე უფრო დიდი შეცდომაა. როგორ აუხსნათ ჩვენ შვილებს, რომ შეცდომის არ შეეშინდეთ და შეცდომის დროსაც ვართ მათთან. ჩვენ შვილებს უნდა აუხსნათ, რომ არაფრის არ შეეშინდეთ. განა შეცდომის კი არა და შეცდომა თუ მოუვა, აღიარების არ შეეშინდეს. ბოდიში ისწავლოს და მადლობა ისწავლოს. მიხდი, ანუ ჩვენ როგორ ხო არის ბავშვობაში ინტერესი არსებობს, რომ ეს ამას შემოარტყავს ის. ხო მიხდი, ანუ მაინც არის სამომრეობა, როგორც სამყარო, ბავშვებში მეფობს, მიხდი, ჯერ ბავშვი გონება დაბლა არის და მის ჭიდაობაზე გონია ეს ასპარეზი. ჩვენ ის კი არ უნდა ვუთხრათ, მაგის ასე, არა, ჩვენ უნდა ვუთხრათ მხოლოდ ერთი რამ, მიტევება ისწავლე, ანუ აპატიე და გაპატიებენ. მადლობა თქვი და მადლობას გეტყვი. ბოდიში არ არის უხერხული სიტყვა, ბოდიში არის სულის აღიარება, რომ რაღაც არ გამომივიდა სწორად და ნემაპატიეთ რა. მიხდიათ, ეხლა რო ვიცით, ამის თამაში, ბოდიშის თამაში. ბავშვებს უფრო გულწრფელად გამოუვათ ეს. ამას მადლობა და ბოდიში თუ ეცოდინება, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებში ვიძახი. მადლობა იმაზე, რომ ნაღდია, ბოდიში იმაზე, რომ შეეშალა რა, მიხდი და უჩხუბარი ბავშვი მაჩვენე. ბუხლებ გადაუტყავებელი მაჩვენე და უჭმელი, ისე ნაჭამით კი არა. აკმაყოფილი არ არსებობს, ხო? ყველა ბავშვს ვეხოცებით, ჭამე, ამოდი, ნუ გაიოფ, ნუ ჩხუბობ, რა გინდოდა იმ ბავშვთან, ხო? მე მგონია რომ ეს ორი რამე უნდა ისწავლოს რა, ორი. აღიარება მადლობის და ბოდიშის. ეს ორი თუ იცის, დანარჩენს გაიგებს. ესე მგონია, რა ვიცი, იმიტომ რომ ორივე ქრისტესია ეს მადლობას და ბოდიშის. მიხდი რომ უკითხავად მოვედი, მე მაპატიეთ, ოღონდ მობძანდი მოყვება მაგას. რა თქმა უნდა. ხო, და აი მოვერიე და წამოვაყენე ფეხზე და ბოდიშიც მაურო მოგერიე, ხა ეს გულში არ მედო. ის კი არა რომ წავაქცე და ხა ამას ბოლომდე. არა. აი ბოდიში უნდა იქ, რომ კი ხა დაგაქციე მან. ჭიდაობაში როგორი ილეთი გვაქვს, ხო ხედავ, მე რო კოცნი იმაზე მხარზე რა. გაცრავად რო ეუბნები კი მოგიგეო, მაგრამ ხო რა ვიცი, ნუ მოკლედ ესეც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ვერ ვთქვი, სადღეგრძელოს გავდა. არა, პირიქით, ძალიან კარგად ჩამოვაყალიბეთ. ახლა ჩვენც ძალიან ხშირად გვისაუბრია მე და მიშოს ბოდიში, მადლობა და გამარჯობა. აი ამ სამ სიტყვაზე დგას ადამიანი, ჩემთვის ადამიანი. რამდენჯერ მიშოს ბევრმა თქვა, ხო? კი. და მე და მიშოს ადამიანის შეფასების ასეთ კრიტერიუმები გვაქვს. კარგი გამარჯობა იცის. ვარ, ეგ ძალიან მაგარია. კი.
აი უგამარჯობო კაცია. ყველაზე მარტივი რაღაცა და მაგასაც რო არაკეთებ დააგვირდით რა, ეხლა მამებზე ვლაპარაკობთ თან და განმარტებებში როგორ გვიჭირს, რომ ეს მამები, კაცები რანაირ სახელს არ მივხვდი ატარებს რა, რა ეს იმის შვილია, წესიერი კაცი. წესიერი კაცი. წესიერი კაცი რას ნიშნავს, რომ ყველა წესს იცავს. ყველას წესს იცავს. მივხვდი რომ ტაძრის წესი ესეთია, იმის წესი ესეთია, ეს ესეთია, ესეთი და ამაზე მუშაობს რა. არც ინსტიტუტებში არ ეშლება, საზოგადო ინსტიტუტებში. წესიერი კაცების პრობლემა გაგვიჩნდა, კაცო, იძახი რომ ეს ესეთია, ეს ისეთია, მაგრამ ეს წესიერი კაცი სად გაკრა? დათდვალიშვილმა რო თქვა გახსოვს? კომუნისტურ პერიოდს რო აქებენ, როგორ შეიძლება ის პერიოდი კარგი ყოფილიყო, წესიერი კაცი დასაცინს სიტყვით იწვა. დასად კი ეს გოიმია. ხო, ან წესიერია არ იპარავს ანუ. როგორ გვანძღეს გახსოვს, როგორ აკნინებთო კომუნისტურ პერიოდს? გლანძღეს, არავის. არავის. ჩვენ ხო ვიცით. კიდე ეს მნიშვნელოვანი სიტყვა, ლაშად. მიყვარხარ. აი ეს სიტყვა რამდენად რა ძვირფასია, ხო. ამას ხშირია ურთიერთობაში შვილებთან. ფაქტიურად შემიძლია ტელეფონი გაჩვენა, რომ ყველაფერი ეგრე მთავრდება. მიყვარხარ რომ მივწერ, ჩემი ტერმინი აქვს, მე უფრო. ესე მწეს. იმიტომ რომ ის თუ მომწეს, მე ვასწრები. ხო, მე უფრო და ეს აიღო აშკარად რო ვიყურებდა მე და დედიკოს. როგორც ვლაპარაკობთ, წვილი შეყვარებულები ის გადადის შვილზეც, ეყურებენ დედმამას და მიყვარხარ მე უფრო კოცნიან ერთმანეთს. და აი რა კაი ყოფილა ცხოვრება, ესე იგი მიყვარხარ მე. მე არა რო იყოს თეატრი რო გავაკეთოთ ხალხს. ხო, ხოხტები საწავალთ რა. ხო, ეს მიყვარხარ გონია რომ პასუხი ახლავს მე უფრო. გეხოცები ერთი რაღაც შენთვისაც არ მომიყოლია ლადო. უფროსი ვარი 14 წლის არის და ეს ბოლო პერიოდი შეგვჭამა რომ მუშაობის დაწყება მინდაო. და არ მინდა ჯერ მინდა რომ სწავლას მიხედოს, მაგრამ ნუ უნდა. შევთანხმდი რაღაცას ვიზამთ მეთქი და მარიკას გამომხილა რატო უნდა იცი? მიშოვა სულ მაგარ საჩუქრებს ჩუქნისო. და მეც მინდა რომ რამე საჩუქრის ფული მქონდასო და აი მოვუკვდი კინაღამ რა. რა მაგარია. ჩემი შვილი ხო და ეს არ აყურებინო, იმიტომ რომ მარიკას რო გამომხილა და შენთვის არ უთქო, საიდუმლო იყო და ხო. ბიჭო აი ძალიან იმოქმედა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მაგალითი ძალიან მაგალითი. ეგ არის ალბათ თავარი. კი, მაგალითები ალბათ ის რითაც უნდა გაიზარდო შვილი და ახლა ლაშამ რას თქვა რომ ოჯახში რომ მიყვარხარ ესმის, ბოდიში ესმის, მადლობა ესმის. გამოვა ესეთი გარეთ კი და ჩაატარებს მაგას. ლაშა თუ არის რამე რასაც შვილებს აუკრძალა? კი. აი ეტყვი რომ არა არის. და მიყურებენ და იციან და ეგ არის არა. ნახერას გულისხმობ მე არ ვარ ის მტარვალი კაცი და ძიმე კაცი რაღაცა ჩემნაირად არის ხო რომ მამი თუ რა ერთი მავნე ჩვევები არსებობს ეპოქის გამოძახილი სიგარეტი დალევა მოწევა უაზროდ ხო ხდები თუ რაღაცა და ვიყურებს რომ მე მსხვერპლი ვარ ამ ეგრე გავიზარდე ის არ აკეთებს არც ერთი ჩემი შვილი არ ეწევა ხო არც დიდი არც პატარა არც მე არც სვავენ ხო ხდები ანუ ეს ჩვენი ის იყო რა რაღაცა ეშმაკების ჩვენი თაობის სენი იყო გამოძახილი ხო რომ 15 წლის დიდი რო ყოფილიყავი ეწეოდ ეს 24-ის არის და მოწეული არ აქვს და არც აინტერესებს ეგ ვთხოვე მე რომ ბანძი რაღაცეები არ წაიღო წაიღეთ მხოლოდ კარგი რაღაცეები ანუ ძალიან მაგარი რაღაცა მაგრამ გამოდის ვთხოვე და არა არქნა. არა, არქნა არ არის. აი ეგრე რომ აი არქნა. ეკნებოდა შეგვიძლია. რა უფლება რა არქნა. ამ თაობასთან მით უმეტეს. რა სისულ არქნა და შენკენი ესე გეტყვის და წავა. და იზავს. შენ არქნა კი არ უნდა უთხრა. შენ უნდა უთხრა რატომ არ ღირს ამისკნა. აი ზუსტად მაგაზე. უთხრა სწორი. მაგალითი უნდა უთხრა. შენ თავზე უნდა უთხრა. რაღაც მითიური არ უნდა მოუტანო. ხო გიყვარ ვარ, ხო და მე არ ვეწე, ხო და მორჩა, შენ გამო, ჩემ გამო. და მიხდი ზავი უნდა დაიდოს რა. რომ მიყურებს, რომ ღამე ვდგები და სიგარეს ვეწევი და აივანზე ვარ და ასე ნერვიულობს, რომ სუდათ არის. როგორ მომწონს, რომ ეს ჟამთელია და არ დგება და ძინავს მიხდი მთელი ღამე. ესე იგი ის წინ არის. ოღონდ ეს გაიგო, რომ ესე მე არ უნდა მომბაძოს რა, მე მიუბაძე სამწუხაროდ.
წინათაობას, მამას, იმის მამას. რომ დიდი ყოფილიყავი რა და ამა დიდობა მაგაში არ ესმის მინუსებში, პლუსებში ესმით. ჯობია რომ პლუსები მივცეთ. ხო, არც კითხავს, ისე იზავს. თუ რამე უნდა. ხო, აი ეგ ნდობის ამბავია და ურთიერთპატივისცემა თხოვნა. კი, აი მით უმეტეს შემხელამშო 50 წლის ვინც ხართ. 50-ის ფარგლებში და ყავთ დიდი შვილები, იცოდეთ რომ ერთი საფრთხე არსებობს მხოლოდ დასაჯერებლად თუ რა დამოუკიდებელი ცხოვრება გლიჯავს, ოღონდ კლუბებში დამოუკიდებელი შეცდომები არსებობს რა და აი ეს ნარკოტიკით მიხვდი ბავშვების ის ამდენი ბავშვი მიიტანეს შეცდომით რა სადღაც არ ტეხავს მაგაზე საუბარი სახში უთხარით რომ ეს სიგოიმე არქნა თუ რამე აგერ ვარ და ერთად მოვწიოთ გავიკეთოთ და დავლიოთ არ არსებობს აი თუ იმაზე ამბობ რომ დაშენ რელაქს თუ რაღაცეები თუ მოდი რა ყველაზე კარგ წრეში მოხდეს ეს და მოხდეს გასაგებად ხო და არა შენიღბულად და არა სარდაფში და არა მიწის ქვეშ და არა სასწრაფოს დაგვიანების დროს და სიკვდილით ბოლოში ეს მიხეთქავს გულს რომ იმდენი პატარა კვდება და მგონია რომ აი მანდარი წვეტა მამაშვილს შორის რა რომ ამან ვერ უთხრა გაუტყდა იმან არ უთხრა გაუტყდა და ეს გაუტყდათი ადამიანი დაიკარგა და მომავალი დაიკარგა ცხოვრება დაინგრა ამ მამის მიხვდი? კი. ხო და ამაზე ლაპარაკი ბიჭო არ ტეხავს, საერთოდ არ ტეხავს. ეხლა შენ რო იქ წახვალ. იქ გაგეჩითება ეს ჩემ თავს გაფისებ, ხო გიყვარვარ, ხო? აი ეს ხო შეიძლება გამოვიყენოთ, ანუ ეს იმპულსი. მაითა რა, მოდი, აი რა გაგისწორდება, მე გაგაყოლებ, მე რაც გინდა, შენი შეყვარებული, რაც გინდა, ოღონდ ეს გაიგე რა, აქეთან. თუ კომუნიკაცია არ შედგა, ეგ არ გამოვა. და უკომუნიკაციობის გონია, გამიგი, აი ამას უტყდება, იმას უტყდება. და ბოლოს რა, ვიღაცის კუბოს უყურებთ რა. და მე ვფიქრობ, რომ ნეტა მეთქვა და ნეტა ესე ყოფი, ნეტა მოდის მერე. ნეტა ძალიან გვიანია. უშეღავა თუ ამან. ჩვენი გულის ტკივილი მინდა გაგიზიაროთ, სიტყვა მოიტანა რა. ჩემი და ლადოსი. შევძელით ერთი ტრენინგი ზურა სიხარულიძე ყავდა. მე მგონი ყველაზე მაგარი ნარკოლოგი ეგ არის. კი, მესესე ზედოზირების დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა პრაქტიკულად არ იცის უმეტესობა. შევძელით და სადაც 15 ბავშვი მოვაგროვეთ ბატონმა ზურამ თავისი სურვილით ერთი ტრენინგი საათნახევრიანი გემრიელი ტრენინგი ჩაგვიტარა. უბრალოდ ვერ უნახეთ სპონსორი კომპანია ვერ დავაინტერესეთ ამ საკითხით, რომ დაგვეხმაროს, რომ ესეთი შეხვედრები ახალგაზრდებთან გავაკეთოთ, იმიტომ რომ რეალობა ესეთია და სჭირდებათ ეს. ამ დახმარების არ აღმოჩენის გამოც ბევრი სამწუხაროდ დაღუპულა ხოლმე და ჯერჯერობით ვერ მივახციეთ პედალადო, მაგრამ წელიწად ნახევარია ვიბრძვით და კიდევ ვიზამთ აუცილებლად ამას, რომ ეს უნდა იცოდეს ახალგაზრდობამ სამწუხაროდ, მაგრამ უნდა იცოდეს რა. მეც ესე მგონია, რომ არაფერი წინ არ უდგას აზრის გას. ისე მშურს, ისე მევასება. აი მაგალითად არ მიწყინოთ რა, ქალაქებში შეიძლება ძალიან წინ ვიყოთ. რაღაცეებში თბილისში, რუსთავში. აი ისე მშურს სვანეთის, ისეთი ლაპარაკები აქვს ამ ერთმანეთში. ისეთი გაცვლა აქვს, მიხვდი, ცეცხლი უწყობს ხელს თუ ბუხარი თუ გარემო თუ კლიმატი თუ არ ვიცი რა გითხრა რა, პროვინციებზე გეუბნები, ისე სულს გადასცემს. ისე გაიგებს მისი შვილი, ისე გააკეთებს. რომ ამის გული არის მომალა მიხვდი აი წავედო რაღაცა ცხენით ომში სადღაც ისე ძველი რაღაცა кайფების მოტანა ხდება ანუ რას გულისხმობ რომ ჩვენ სამწუხაროდ ამ გამოძახებების თუ ელექტრონულ ველში თუ მინუსის თქვათ მაგის თითქოს დავკარგეთ ფაზა ურთიერთობის შვილებთან რა რო იცი რა ფსიქოლოგი მიხედავს საჭმელს გლოუ მოუტანს ცუგა გადაატანინებს იმას მოფერებას და შენ არ ხარ შენ თავარი ვინც არის არ არის და უსებ ამ სათამაშოებით რაღაც ცხოვრების სათამაშოებით ფსიქოლოგი ამას უნდა შენ გიყუროს შენი ხმა გაიგოს და შენი არა გაიგოს შენი მოწყენი გაწყენინოს და მიხვდეს რომ გაწყენინა და შერიგებით სიამოვნებდა შეამოწმებული შენი თავი უნდა მისცე მასალა შენ შვილს რომ იმან აი გაწოლოს ცოტათი რომ სიმართლე რო ვთქვათ ყოველი შვილი დედას ხომ ჭამს პირდაპირ გაგებით
ეს ხომ უჭამს სხეულს უჭამს ჭამს დედამის ჭამს ეს მამა თუ მითიურია და შარავანდედი გვაქვს თავი კეთილი ვინებოთ და ვიშარავანდედოთ იქ ხვდები რა ჰო და წავედი და გირჟაზე ვარ თელი დღე და არც დედამის ეგრე არ გამოვა ესა და ანეკდოტია როგორი გინდა იყოს ნინიკოს და ხატიას საქართველოს 20 წლის მერე არ ვიცი როგორიც მათ უნდა რომ იყოს ისეთი რა როგორიც მათ უნდათ რომ მე არ მინდა ისა ჩემი ფიქრებით იყოს მათთვის რა მათ როგორც უნდათ ისეთი იყოს მე როგორიც მინდოდა აბა შენს როგორ გინდოდა აბა როგორ გინდოდა ხო და მე შენ თვითონ გაძურები ამ შენ ქვეყანა შეიქმნი შენ სირგული რა შენ ჯამაიკას მოიწყობ რა მაგრამ ამ დიდ ტვირთიან ქვეყანაში რომელსაც დიდი საფუძველი აქვს დიდი რელიგია აქვს დიდი ტრადიცია აქვს ოჯახური მე ვიტყოდი რომ თვითონ როგორც უნდათ ეგეთი ყოფილიყოს რა როგორც თვითონ იკაიფებათ ეგეთი ყოფილიყოს ადვილი გამრავლებული და მარტივად გასაგები რა ის სიღრმეები სანელებლები გულში გვედოს კაცო წესები სვანური მარილი იქნება თუ გული ტყვია ჩუმად გულში იყოს არ უნდა წინ გამოტანა ახლა ამ მარილს თუ ამ ტყვიას თუ არ გაისვრი და აღარ ისვრის აღარ ჭამს არავინ მართალია ხო ძალიან დიდი იმედი მაქვს რაც თავია სიყვარული იქნება 20 წლის შემდეგ სულ იქნება სიყვარული სულ იქნება მეც ეგრე მგონია ჩვენ გვაჯობებს ეგ ფაქტია ერთი მტკივნეული თემა მაქვს და მით უმეტეს აქ თუ არ ვიკითხე აბა სად უნდა ვიკითხო გემოვნების საკითხი რა ამ TikTok-მა რომ 1-2 ხა არ ქონია TikTok-ი და რაც მამების დრო დავიწყეთ იქაც ვდებ ჩვენ ვიდეოებს და რაღაცები ამომიხდება ხოლმე წარმოუდგენელი სიგიჟეებია და ეს ყველაფერი ჩვენ შვილებზე მოქმედებს გემოვნება ენგრევათ მე მგონი და არ ვიცი აქ როგორ უნდა მოვიქცეთ რას ფიქრობთ რა არის გამოსავალი საცტურები ჩვენ დროს სხვა იყო ამ დროს სხვა არის მაგრამ მგონია რომ რაც მე ცუდ შეხედავენ უკეთეს კარგს და იპოვიან მე ესე მგონი იმიტომ ეს ნაგავი რო იჩითება ბოდიში მაყურებელთან ჩემთვის ნაგავს ვეძახი მაგას რა რომ როგორ შეიძლება 3 წამში იყო მოწამლული ან მოტენილი შინაარსი ამის არიცი არაფერი არის მაგრამ მიდის და ჩქარია რა და რაღაცნაირად twins არ ყვებავს ფიტავს და ხო და დადებს მე აი ამის მერე რო გადაწყვეტილებას მიიღებს ის ყოფილიყოს არა აქედან იმიტომ რომ TikTok-ში რაღაც დადგმულ თუ მომენტალურ თუ ისკრას ვნახავთ თუ რაღაცას ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ეგრე უნდა ვიცხოვროთ. ბავშვები მე ჩვენზე კარგად იციან მე მგონი. მე აი იმას რომ თამაშობენ სროლას. ბაღბუხ ხვდები რა და მე ისე თურმე ონლაინ არის. რეალური ადამიანები თამაშობენ. მე რო თამაშობდი ხოლმე ბავშვობაში, იყო ტურებში გავდიო, კომპიუტერს ვეთამაშებოდი რაღაც. კონტრა იყო ხო. კასეტა იყო ჩადებული, ამ კასეტას უგები. რომელიც ტელევიზორს ახუჭებდა. ხო, ბებიები ამბობდნენ, რომ გადაიწვება. დაიწვება. გამორჩა. რა მაგარი იყო. და გუწრფელი იყო. კი. მართლა ეჯერათ. ესენი ნახე რა, ამას მე დებენ ბავშვს ხანერით იქცენი. მე მგონია რომ ეს მარტო ტვინის კიბოა რა და არაფერი კაის მომტანი რა გითხრა. იქ რო კაი ინფორმაციები იყოს, იმხელა პლატფორმა ექნებოდა. აი მაგარი არის მაგალითად დაკვრის მომენტს ნახავ რომ ტიპი რა მაგრა უკრავს თუ ხო? მაგრამ ისეთ იმის ზემოთ და იმის ქვემოთ ისეთი ამბავია. ეს გავიწყდება და ის გამახსოვრდება რა, რაკეტა როგორ გავარდა თუ ვიღაცამ როგორ ჩაახალა. ასეთი გულახტილი ძალადობა, რა ვიცი მე ტელეფონში მიხვდი? ხო, ანუ ამას თვალწინ აქვს მასალა, რასაც ჩვენ გაურბივართ. პირდაპირ ხელის გულზე აქვს. თუ გაურბოდით, თუ არ გქონდა. ჩვენ ეგეთი ბოროტება არ ვიცოდით, მაგრამ არა წაქცეულ კაცს ხელს როგორ დაარტყამდი, ჯერ უნდა წამომდგარიყო და უნდა გეკითხა და უნდა ეთქვა და მერე თუ კიდე რაღაცა. თორე სირცხვილი იყო, აბა ახლა წაქცეული კი. ხვდები რა, აი გული მტკივა ხოლმე, როგორ ის ვაჟკაცური სად არის რაღაცა. ცოტა მსუბუქ კითხვას დავსვა. 2013 წელს იყავით პოლონეთში რაღაც როკ ფესტივალზე, სადაც რეგ ფესტივალზე ბოდიში, ხო? სადაც ბობ მარლის შვილებიც იყვნენ. კი. გქონდათ კვეთა? კი, შაგი გამოვიდა უფრო დიდად კონტაქტზე, რაღაცნაირად ეს კაცები ძალიან ჩქარა გაქრნენ.
იმიტომ რომ სწორია, მე თუ მკითხავ რა, რომ თითო წელს თითო შვილი 11 ყავს იმ დალოცვის და 11 მღერი ზალით. ანუ უნდა იმღერო და მღერი. 3 ნუ ისეთია რომ დედამიწა ხელებს წევს რა. რა ვერა. არ ვიცი, შეიძლება ისინიც მაგრები არიან. მე 3 ვიცი რა და ამ 3-დან დასავოი ვინც ყავდათ, ესე ვიტყვი რომ ზიგი იყო და იყო შაგი, შაგიზე გავიზარდე მე რა. ანუ ის მისტერ ბომბასტიკ შეესტირო იყო მანქანები, ხო იცი, იმის მანქანაში ქონა კასეტაზე იყო ეგ. და უყურებთ, ისევ იმხელა, ისევ ჩემხელა რა, ანუ მე ხო გავიზარდე დავბერდი ეს ისევ ხო და ნუ რომ მივესალმეთ და უთხარით რომ ჩვენს ქართველები აი მუსიკას უკრავთ და მოგვისმინა შემოქმედა ჩაგვწერა გაუხარდა დაგლოცა რაღაცები გავცვალე წყალობა რაღაცა მე გავიდა ერთი რამოდენიმე თვე და იმის მერე გვეკითხები ფანდური რანაირი რა არისო გეკითხა ანუ ჩამო ეხა გააგზელა გერო ესე იგი ის მეგობრობა ტყუილი და ის წუთი არ ყოფილა რა მოხიბლა ქართულმა მე გამიხარდა რომ მე რაც ვხიბლავდა ბავშვობაში იმას რაღაცა აღუძარით მიხვდი რაღაცა და შედგა კომუნიკაცია ოღონდ როგორი კომუნიკაცია იცი რომ ვანდამეც აი ვარსკვლავი ვარ და მე ესე კი არა ამას შენი აინტერესებს შენ მადლობას უხდი მაგრამ რეალნა იმას აინტერესებს კითხვა იქითა წელს მოვლენ მოვიდა იქითა წელს აბა ხა ეს თუ შეიძლება იხდე ან უკვე ნაცნობები იყავით ხო უკვე ძმაკაცები ხართ ან ჯამაიკას ჩათვალე რომ პატარა გურია ხო ხიდის თავი ეხლა გაქვთ კონტაქტი კი ეს მოკითხვა მიკითხვა კი ჯამაიკაზე ჩასვლა თუ მოახერხეთ ვაშა კი საზღვარი შევხედე და არივერდერჩი და მოუტრიელდი უკან ამერიკაში ვიცხოვრეთ საბედნიეროდ ძალიან კეთილი სოლიზმა მყავდა და ეხლა აღარ არის ფიზიკურად აქედან ანუ თვითონ ქვეყანაში არ ყოფილხარ? არა, იმას შევხედეთ, ხო, აქვია როგორ ანე. გადავიდეთ და ზამთარია გაიგე და არა თქო, ზაფხულში რო ჩამოვალ თქო, მე რაღაც სითბოებში თუ ძალიან ბავშვი. არა სეზონზე ვიყავით, მიხვდი? ნუ თავარია ჯამაიკელები აქეთ არიან ბევრი ნამყოფი. ანუ საზღვარს აქეთ და ამერიკაში თუ საქართველოში ხშირად შევხვდით, ხო. ასეთი თამაში გვაქვს ლაშა, თითქმის ერთი თაობის ვართ სამივე 90-იანელები და 90-იანების ფრაზები. რომელსაც ჯენზის თაობა ვერასოდეს ვერ მიგებს ალბათ. თუ გახსოვთ მნიშვნელობა, ეს არის მუღამი მთელი ის თამაშის რა. მაგარი კითხვა. თან ის არის, წერან დესნად ვარ ვახსენა, იმაგრე გამიხარ და ახსოვს. იქაურია. ვიფიქრე ახლა ხო ვთქვა თამაში ეთქი არა გავჩერდი. და სხევა ფრაზები. მოკლედ 90-იანების ფრაზები. დააბიჯორი თუ გახსოვთ რას ნიშნავდა? დააბიჯორი? არა. და კითხვა, დააბიჯორი. დააბიჯორი? არა, არ მქონია. ეგ შეიძლება უფრო ძველია. პაპა ჩემმა იცოდა ხოლმე. არა, დააბიჯორი, ჯორი რუსთავში და თბილისში არ იყო მამა. კარგად დანაყრდიო მოკლედ ეგეთი ის. აი, ეგ არის. ხო რა. არა, ნაღდათ არის. ახლანდელ თაობას თუ ეცოდინება ჟიამული, რომელიც ანუ ყველა რო ერთხმას გამოსცემდა შუქი მოვიდა. არა. არ ისოდი. გამოვი არა, ხო. ეხლა რაღაც ის ნახე რა ქვია, რომ ვესაკეთებს ჯიგარი ბიჭი, რომ შუქი მოვიდა ქვია. ხო, აცაბაცამ ჩაწერა ძალიან კარგი სიმღერა გააკეთა. ხო, ეხლა დავფიქრდი, რომ ეს მაჭერ წიგს რომ მტკიოდა თუ ამ თაობას ეუბნები რანაირები ვიყავით. რა საჭიროა, ვერ მივხვდი. გახსოვთ 90-იანებში ვიღაც ფრანგი რო იყო ჯგუფში. კი, შუქი მოვიდა ის ფრანგი მაგარი ტიპი. ძალიან მაგარი მუსიკები ქონდა. ეხლა მიხარია ბიჟოკი ვიშოვე კი. მაგარი ვასწრე. შუქი მოვიდა, რა კარგია, შუქი მოვიდა, მამა მია. მიხარია. Shooky boy now, la caria. Shooky boy now, mamma mia. Hey, shooky boy now, la caria. Shooky boy now, mamma mia. ხურდა ხო არა გასო არავდა. აბა ახტიო. ხო. ხო, ხმა კონდოდა. მამა ჩემი რო დაგარტყამს გაგაფრენს ამერიკაში. რამდენი მამაზე გვინატრია რომ დაგვარტყას და გაგვიშვას ამერიკაში. ვიზის პასპორტი ანახე. ეხლა აღარ იცი. ეგ მაგარია.
ისე შეაწუხეს, კაცი, ისე შეაწუხეს. უკვე კაცი რა, რომ მამა პასპორტი და ერთხელაც ავიდა და მოუშვეს. და ამა შენი დედა და ამათი ვინც აგზიანო და რითი არ მოგცხენა პასპორტის პასპორტი უცხო ქვეყნის მომეცი რომ წავიდეო შენი ასე. ოღონდ ეს ხდება დიდრულ სახში. გასაგებია. ყველაფერი რო აქვს რა, ოღონდ პასპორტი არ აქვს ამბობს კუტუს გარდა. წლის ბოლოს მე გავიცინებ წლის ბოლოს მე ეგ მახსოვს კი. და ჯებოშობაში იყო ხე ფონდის ფულზე რო ჭუავდა ფონდის ფული მოიტანე ფული ჩვენი ბავშვობის ტრაგედია იყო ოღონდ ლარი იყო თან და მაინც რთული მისატანი იყო აღარ მახსოვს და ეს მამები სულ იტყუდნენ ვისი ფონდი ანუ აფხაზეთის ფონდი არ იყო დახმარება ეს იყო ძალიან მაგარი შეიძლება ეხაც იყენებენ რატომაც არა შენ გაკეთება ჯობდა მამაშ ეს ტაბურეტკა გაეკეთები აღარ მომისმენია არავისგან მაგრამ ჩვენ ბავშვობაში ძალიან ხშირი იყო კი ხო და რას ნიშნავდა სკამი ვიდრე ადამიანი ხო აი ძალიან ცუდი ადამიანი რო იყო კი შუქი არ ქონდათ აი ბევრი ხო შუქი არ აუ ისე კლავდა ეგ ნათქვამი ჩვენთან შუშის ქარხანა იყო და ისე თუ იდექი რომ არ ჩანდა ხო სურამში ისე თუ იდექი რომ ვიღაცას ეფარებოდი რა მამა შენი სტეკლიანში მუშაობდა ანუ შუშა ხარ და გამჭირვალე ხარ ნათესავები მშობლების ფრაზა იყო აუ მეცირება ნუ წირწორი დაგიბატებო აუ ხო დაგიბატე ის და რაღაც მე მყავდა ეგეთი პედია ისე მიყვარს როგორც დაგიბარებიან მაგრამ აი ისე მცემდა როგორც დაგიბარებიან ნუტირი თორემ დაგიმატე ეხლა ყველაფერი და გატირებ მართლა ხო ნუტირი ხო და ნატკენზე იქ გირტყავდა კი ამოდი შულო ჭამე და ისევ ჩადიო აი რა მაგარი იყო ეგ არა ყველა საზღარ ფრაზა იყო იმიტომ რომ მე ხანდახან აღარ გიშვებდნენ და ასვლა უკვე ხო და ძმაკაცები ვისაც არ ეძახდნენ მაგას რომ ამოდი ჭამე იმიტომ რომ არ ქონდათ ეგა და გული მისკდებოდა რო გადმომხედავ და წამოთქო რა არა მცხვენიო მაშინ არა მოვალ თქო ამოდი შენი ასე შენ აი ბიჭო ეს თუ არ წამიხდი იმას არ ქონდა რა სამწუხაროდ ჩვენ თაობაში ძალიან რო დაწერა დუმბაძემ ხო გახსოვს მთელი ამბავი რო გამოვიყავს რა იხა იქ რაც ჩადო მაგრამ ჩვენ ხო გადავით რეალურად მაგდროიშვილები ვართ რა რომ მეცვა მცხვენოდა რომ იმას არ ეცვა რომ ჭამდი სკოლაში რომ 34 თეთრიანი ღვეზელი ბეყი და მცხვენოდა რომ კლასში ვერ ყიდო გოგო რომ მიყვარდა მე-5 კლასში ვთქვა ბავშვური გატაცებით კევის სუნი რო ქონდა იმიტომ გიყვარდა რომ კევის სუნი ქონდა ან რა ის ბაბონის სუნი რო ქონდა ბიგ ბაბონი ხო ოღონდ იმდროინდელზე გეუბნები ლოური გადაგარჩენს და ხო უყურებთ ეს გოგო ხო არ გიკარებდა და არ გიკარებდა რატო იცი რომ დაიხედავდი ქვემოთ და რაღაცა ის მამა შენის შექმნები თუ გადაჭრილი პალტო და ქსვენოდა მიხვდი ანუ არ იყო გულწრფელი ეს გამოხატვა რა და გაკომპლექსდებდა იმას ლოვე ქონდა კევი და შენ კურტკა არ ქონდა ჩვენმა თაობამ ისე დაამთავრა სკოლა და თავის ზომის ქურთუკი არ ქონდა იმიტომ რომ 3-4 წელი დაგვცლოთ ხო ეგრე იყო კი ხო ეგრე იყო მერთო გადაგვარჩინე ამ ყველაფერს შემდეგ რა ვიცი გოგო მომწონდა ერთი და მაინც და მაინც იმისნაირი ქურთუკი მიყიდეს თუ რაღაცა თამილას და მე გვეცვა ერთნაირი ქურთუკები გესმის აი როგორც ხვენოდა ხოლმე გარეთქას ხო იცი მე მიხდი საწავედი ძალიან დიდი მადლობა მართლა ძალიან გულწრფელობისთვის და გულახდილობისთვის ბევრი კარგი რჩევისთვის რომელსაც მე პირადად ორი გოგონას მამა ვარ და გამოვიყენებ და დარწმუნებული ვარ ბიჭების მამებიც კარგად გამოიყენებენ და იმისათვის რომ დრო დაგვითმეთ რეპეტიციას მოგწყვიტეთ არა სასემონო იყო თქვენი სტუმარი საოცარ ადგილზე მოხეტიალდა მამების დრო ლაზო ეს ჩვენი სახლია ხო წარაჩვეულებრივი სახლია მადლობა ამ თეატრს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის სახალხო თეატრს დიახ და მის მთავარ რეჟისორს ბატონ ლაშანოზაძეს აბადროებით ეგ იყო ვირიქით მადლობა თქვენ